ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. საუბრობთ მობილურ და ფიქსირებული ქსელის ბაზარზე არსებული თარიღის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მარტივი არის განსაზღვრული როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი და გამოქვეყნდა მათის მიერ პირობები დაინტერესებული კომპანიებისთვის, რომელიც ქსელზე დაშვებას ეხება. მინდა გითხრათ, როგორ აფასებთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ქსელზე დაშვების თემას და რას ცვლის ეს ბაზარზე, რა მნიშვნელობის არის და თქვენი შეფასება როგორია? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეს სტატუსი ანიშნავს იმას, რომ რაღაც უარყოფით კონტექსტში ამის განახლავად არასწორია. იმიტომ რომ როდესაც ისეთი კომპანია, როგორც ისეთი ზომის კომპანია, მithomდეს ქართული ბაზისის, როგორც არის მაგთიკომი, ისეთი ინფრასტრუქტურის ფლობელი, როგორც არის მაგთიკომი, მას აქვს ვალდებულებები დაკისრებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მან უნდა გაუზიაროს ეს თავისი არსებული ისეთი უნიკალური ინფრასტრუქტურა სხვა ოპერატორებსაც და სწორედ ბიზნეს ამაში მდგომარეობდა კომისიის, როდესაც ეს ორი რეგულაცია შემოვიღეთ ჩვენ წინა წელს, რომ პირობები ყოფილიყო განსაზღვრული, რომელსაც მოხდება დაშვება ამ ქსელთან, როგორც მობილურ ქსელთან, ასევე ფიქსირებულ ქსელთან. მოგეხსენებათ, რომ კომპანია ორივე მმართველობით საქმიანობს. მათ შორის გადაღებული თემა იყო ეგრეთ წოდებული MVNO დაშვების თემა, რაც ნიშნავდა ვირტუალური მობილური ოპერატორების გაჩენის შესაძლებლობას. სწორედ ამ პირობების გამოქვეყნებაზე იყო დამოკიდებული მათი აქცენტის გაკეთება და ამ პირობების შესრულება, ხო? შესაბამისად, უკვე ამ პირობების გამოქვეყნების შემდგომ იწყება რეალიზაცია უკვე მოცემულობა არსებობს იმ საწინაპირობები, რომ გაკეთდეს მასზე აქცენტი და კონკრეტულმა კომპანიამ, რომელსაც შეარჩევს, ასე ვთქვათ, მაგთიკომი, რომელიც იქ პირობები წარმოდგენილი გარკვეულწილად მან პირობებს თუ აკმაყოფილებს, მოხდება ამ კომპანიის შერჩევა, მისი დაშვება მაგთიკომის გააჩნია, რომელი მოდელი იქნება შერჩეული, ასე ვთქვათ, MVNO-ში სხვადასხვა მოდელები გვაქვს. რადიუსთან დაშვების პირობითად და გვეყოლება ჩვენ ალტერნატივა ბაზარზე მეოთხე საცალო მომსახურებას გულისხმობ მობილურს, რომელიც მაგთიკომის ქსელის გამოყენებით ჩვენ მომხმარებლებს შემოგთავაზებს მომსახურებას, რომელიც რაღაცა მიმართულებით იყოს ჩვენთვის უფრო საინტერესო ვიდრე დღეს არსებული რეალობაა, ხო? შეიძლება ეს იყოს დაუშვათ მესიჯები იყოს უფრო იაფი ვიდრე დაუშვათ დღეს შემოთავაზებული გვაქვს რომელიმე ოპერატორების მხრიდან, ან მობილური იყოს, რა ვიცი, ან ინტერნეტი იყოს იაფი უფრო, ან რა ვიცი, აგიხათ, ხმოვანი მომსახურება იყოს უფრო კარგი, უფრო ხელმისაწვდომი, საინტერესო და მომხმარებლებზე მორგებული. შესაბამისად, მიზანი სწორედ ის არის, რომ ერთი ის რომ მოხდეს კონკურენციის უზრუნველყოფა და არ იყოს შეზღუდვა ინფრასტრუქტურული ბაზარზე და თუ სრულიად შეუძლია რაღაცა ინვესტიციის ჩადება უნდა, მან ეს ინვესტიცია ჩადოს. და მეორე სხვა ის რომ ალტერნატივა გაჩნდეს, რა თქმა უნდა, მომხმარებლებისთვის ეს არის პირველადი ამოცანა კომისიისას და იმიტომ რეგულირდება ეს ბაზარიც, რომ ჩვენ ვიყოთ მომხმარებლები დაცული ალტერნატივებისგან და ახლა მოგეხსენებათ თუ იქნება ორი ან მეტი მობილური ოპერატორი, ეს ნიშნავს მეტ კონკურენციას, მეტ ალტერნატივას ჩვენთვის. და ახლა მე თუ შევთავაზოს პირობითად მაგალითად რომელიმე სურსათის მაღაზიის ქსელი, მაგალითად სიმბარათებსაც პლუს ამიტომაც შეღავაც მივიღებ, ხო, დაუშვათ საკვე პროდუქტებზეც. ბანდლი იქნება როგორ გაკეთებული და ნებისმიერი სხვა საწვავის კომპანია აიღოთ და ნებისმიერი სხვა, ხო? ეს შედის მოსახერხებელია, ისაც ეს სასაგებო ხომ ხშირად, ხო? ამ შემთხვევაში ატომაც არის ეს მოსახერხებელი, რომ მიიღოთ აუცილებლად და ის რაც ევროპაში არსებობს სიკეთეები უკვე წლებია, ნუ 10 წელი მაინც არის ეს საქართველოში დაერგოს და ამუშავდეს. ანუ თქვენ დღეს ჩვენ ვიღებთ უკვე იმის საშუალებას, რომ ეს რეგულაცია ფიზიკურად ავამოქმედოთ და არ დაჭირს მარტო დაუშვათ ვალდებულება ფულსელზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც შეეხება ფიქსირებულ და სადენიან ქსელს, აქაც საუბარი არის ეგრეთ წოდებულ high-speed access ბაზის ლიბერალიზაციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ აქამდე ჩვენ გვაქვს ქსელის ტოპოლოგია გარკვეულწილად, ხო, დაყოფილი ქსელი ტოპოლოგიურად, არის შუა მილი, პირველი მილი, ბოლო მილი. ბოლო მილი ნიშნავს კავშირს მომხმარებელსა და კომპანიას შორის. რომელთაც ჩვენ როგორც მიბულები ვართ ჩვენ კომპანიებზე და სადენის მეშვეობით მოგიწოდება ტელეფონია, ტელევიზია, ინტერნეტის მომსახურება, ხო? ეს სამი ძირითადი მომსახურება თქვა ამ ეტაპზე. არსებული რეგულაცია იძლევა იმის საშუალებას, ჩვენ მივიდეთ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში და მაგთიკომს თხოვოთ, რომ თქვენ მომაქირავეთ გზა ან გზის ნაწილი აბონენტამდე, იმიტომ რომ აბონენტი ითხოვს მომსახურების სახით კომპანიამ X-ის ან ალფას მომსახურების მიწოდებას. ამ შემთხვევაში პირობების დაკმაყოფილების აუცილებლობა და ეს ამაზე შემოვისაუბროთ, როგორია ეს პირობები.
და ამის შედეგად მე უკვე მისდება საშუალება მომხმარებელს ავირჩიო ჩემთვის უფრო მოსახერხებელი მომსახურება ტელევიზიის ან ინტერნეტის ან მომსახურების. აი ამის რეალიზაციაზე საუბარი აქვს მეორე შემთხვევაში. რაც ეხება პირობებს, ახლა რო გითხრათ რომ ეს პირობები ახალი გამოყენებულია, გუშინ დაიდო, ჩვენ გუშინ ნახეთ ყოველ შემთხვევაში. მას ვკითხულობდა გვაქვს კითხვები და დაზუსტებები, იმიტომ ჩვენ ბოლო 4-5 თვის პერიოდია ასოციაციათა მისი წევრი კომპანიები ესეთ მუშაობთ მართიკობთ რაღაც სხვა მმართველებითაც. დაშვების ბაზრებზე რომ მოხდეს ასე ვთქვათ, თანაშრომის პროგრამირება, იმიტომ რომ მათთვის ნამდვილად აქვს კაი ხარისხის, მაღალი გრადობის და საიმედო ინფრასტრუქტურა, რომელიც კარგია მომსახურებისთვის, იმიტომ რომ ის არის ასე ვთქვათ, ფასიანს შეიძლება იყოს კითხვები, თუმცა ნამდვილად ისეთია მნიშვნელოვანი და ხარისხიანი მომსახურების საფუძველი შეიძლება ის გახდეს და არის როგორც არის ეგეთი მაგდის მომსახურება, ამას ნამდვილად ვერავინ ვერ უარყოფს. ასე რომ აი ეს მოცემულობა გვაქვს ჩვენ დღეს გარდამტეხი პერიოდში რა გითხრათ ქართული ბაზისთვის, იმიტომ რომ ეს სერვისები არის თანამედროვე ევროპული სერვისები, რომლებიც მოვიდა უკვე ფიზიკურად ჩვენამდე, უკვე რეალურად კომპანიების სრულები რა თქმა უნდა არიან ახლა MNO-ზე არის რა თქმა უნდა მოთხოვნა და რამდენიმე კომპანია გაერთიანებული, რომელიც მაგთიკომის ერთად დაშვებას თავს კონკრეტულად და არის სხვა მობილური ქსელების მოგეხსენებათ. ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 3 კომპანია არის, რომელიც იმის გამო რომ მაგთის საკმაოდ კაი დაფარვის ქსელია საქართველოს ხო, ეს მობილურ ანძებს გულისხმობ. და მაღალხარისხიანი და სიხშირეებით საკმაოდ ბევრი აქვს ლიცენზიის სახით აღებული კომისიისგან, მარეგულირებული კომისიისგან. თუ ავსწრები 3 კომპანია, მე ამაზე თავს ვერ დავდებ, შეიძლება მეტიც იყოს, ვერ გეტყვით. თუმცა მათი მხრიდან თუ არ მეშლება იყო კითხვები ფასებთან დაკავშირებით, დაშვების ფასები მათ თლად არ მოეწონათ. თუმცა ეს პროცესი ახლა რა თქმა უნდა ბევრი პირობებში არ იყოს მისაღები, აი კითხვები იყოს და სასმელი მინიმუმ რომ რაღაც შინაარსი იყოს გაურკვეველი ეს დაზუსტდეს და გაირკვეს. ასე რომ ეს პროცესი ალბათ დაახლოებით 1 თვეში დასრულდება, ეს მოთელვითი ნაწილის რეგულაცია, რომელიც მაგის შემოთავაზა და ჩვენ წესები გასაგები გახდეს და თუ რა მაშინ მიუღებია თუნდაც შეიცვალოს ან დაზუსტდეს ან სულაც დაემატოს ან ამოიღონ, არ ვიცი ეს პროცესია მოგეხსენებათ, ეს ვერ მოხდება ხა დღეში, იმიტომ რომ საკმაოდ დისკრეტიანი დოკუმენტია ნახავთ ალბათ რამხელა შინაარსობრივად. შესაბამისად ინტერესი რა თქმა უნდა არის მასწავლებლის ბანკისთან დაკავშირებით და ეს 3 კომპანია ყავს ჩვენ. თქვენთვის როგორც მომხმარებლისთვის პლუს რა თქმა უნდა. ჩვენ თუ გვეყოლება თითო MVNO ოპერატორი, თუნდაც ქალაქში, თუნდაც რეგიონში, შეიძლება იყოს რომელიმე ოპერატორი, რომელიც ხოსო მე არ მიდანეთ, ამოიჩვის რაღაც ნიშა, ხო? ან გადაყიდეს უბრალოდ სიმბარატები, თქვას რომ სიმბარატს ეწეროს არა მაგთიკომი, ეწეროს დაუშვათ კიდევ გუდვილია, რაღაც არ ვიცი, 2 დაბეჯია, რაღაც ესეთი რა, საქსელო, ვისოლი, რა ვიცი, ჩვენ საბედროდ ყავს ესეთი დიდი კომპანიები, რომლებიც თელ საქართველოს ფარავენ, ხო? თუნდაც და მათ შემოგთავაზოთ თქვა და პირობიდან თუ ჩაასხავთ რაღაც ბენზინს რაღაც რაოდენობის ან იგივე და მომსახურების რაღაცა შეღავთ მივიღებთ რომელიმე მომსახურებაზე. ამიტომ ნახოთ ეს უკვე ბაზრის თავისუფლებას მივანდოთ. ეს ფაქტია რომ ეს სიკეთები ჩვენ და მივიღოთ როგორც მომხმარებელი, იმიტომ რომ ალტერნატივა ნიშნავს იმას რომ საცალო ბაზარზე უფრო და უფრო უკეთეს პირობები იყოს შემოთავაზებული. არ ნიშნავს იაფი მე უფრო გონიერ ხარისხი უნდა გამარჯვებდეს, იმიტომ რომ ფასები ისედაც საკმაოდ დაბალია ჩვენთან. ფასებზე იცით არის რომ რეგიონებში ფასები არის საკმაოდ დაბალი. ფიქსირებულ ქსელში შემიძლია გითხრათ და იმდენად დაბალიც კი არის რომ გრძელვადიანში ოპერატორებს უჭირთ საერთოდ ბაზარზე დარჩენას, კი საკმაოდ დაბალია ფასები. ამიტომ თბილისში ეს ფასები შეიძლება ორჯერ მაღალიც იყოს. და კომპანიები იძულებულები არიან რომ აი სხვადასხვა შემოსავლები დაასუბსიდირონ, მაგალითად ფიზიკური პირების ხარჯები, რომლებიც მათ ჭირდებათ, რომ მოგეხსენებათ რეგიონია, დაუშვათ ალბათ პირობითად სამეგრელო, ხო? სამწუხაროდ იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც იყო რომ რამოდენიმე კომპანიის მხრიდან შეგნებულად ჩვენი აზრით დაბალი ფასის შეთავაზება ბაზარზე. კონკურენტების მოსაკლავად. ჩვენი აზრი ესეთია ყოველ შემთხვევაში და ამა გამოიწვია ისე ეს ფასები შენარჩუნდა, იძულებული გახდა ამ ფასებს წაყოლოდა, ასე ვთქვათ, სხვა ოპერატორებიც. და ამან უიტანა ეს შედეგი. თუმცა ეს იყო დროებით და ჯერ გიგოთოს გამოსწორდება. ორთოში ამაზე მუშაობთ ინტენსიურად. იცით რა ეს ორი სცენა რომელსაც თქვენ ეხებით სწორედ ესეთი ორი მთავარი გამოწვევაა, რომელიც ფიქრობთ რომ მოგვარდება. ხა ეს
პროცესი ხა იხსნება, მოდი პანდორას ყუთი დავარქვათ დღეს, იმიტომ რომ კითხვები ძალიან ბევრი იქნება და ფასებთან დაკავშირებით არის კითხვები, პირობებთან დაკავშირებით ასე შემდგომ. თუმცა ხა ამ ბაზაზე რაც შეიძლება ჩვენ გამოვკვეთოთ არის ის, რომ ველოდებით სამშობლო ინდუსტრიული პროექტის დასრულებას, ეს არის ოპერატის პროექტი, რომელიც შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე საუბარია თბილისის ქუთაისის შეერთებაზე და ეს მოცემულობაც, ანუ ჩავთვალოთ, რომ დაახლოებით 70%-ით შეამცირებს და შეცვლის ქართული ინტერნეტის ბაზრის მოცემულობებს და ხარისხს, იმიტომ ეს არის ძალიან მაღალხარისხიანი, ძალიან ისეთი მაღალსიჩქარიანი, როგორ გითხრათ, გრადობა, იშვიათად ზიანდება საკმაოდ და დიდად კარგად არის გაკეთებული, რომ ეს მადლობა მენეჯმენტს ოფენეთის ამისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ისეთი ღირებული ფაქტორი, სხვა შემთხვევაში, რომ ალტერნატივები სამწუხაროდ საკმაოდ არამძრადია და ძალიან ხშირად ზიანდება ხოლმე გარემო პირობებისა გზასთან შეხების გამო, ეს აუცილებლად უნდა ითქვას, დაბალი ფასები გვაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რა მდგომარეობა საფასო კუთხით, ჩვენი მომსახურების რა თქმა უნდა კი რაღაცა მდგენელები იაფთება, როგორც არის მაგალითად საბითუმო ინტერნეტის ფასი, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ მომსახურები იმეწოდათ მომსახურებას რეგიონებში განსაკუთრებით, მაღალმთაში განსაკუთრებით არ არის იაფი ინტერნეტი საკმარისი ამისთვის ხო, მოგეხსენებათ იქ ბოლომის შენარჩუნება უნდა, პირობები აქვს, აბეს გადაბა უნდა, მომსახურებას თანამშრომლებს ხელფასი უნდა გადაუხადოთ, ეს ხელფასი ვერ შევამცეთ, რომ გავზარდოთ და იგივე საწვავი უნდა ჩაუსხათ და სამომავლო ფული მიცეთ, ამ მოგეხსენებათ ეს ხარჯები იზრდება. შესაბამისად ფიქრობ, რომ ძალიან ისეთ ფასია ჩამოსული, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, ეს უნდა ითქვას ცალსახად, სექტორის საშუალებადია, ზოგადად განვითარებას და თუ ამ ხალხმა არ მოაგროვა იმის პროექტ ტექნოლოგიურად გაანახლა, ახალი სვიჩები შემოიტანონ და უშუალოდ იგივე ახალი IPv6-ზე გადავიდნენ და ასე შემდგომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბაზარი ჩამორჩება ევროპულ ბაზარსთან და ისე კი დღეს იაფად მიხდება ინტერნეტი, მაგრამ 3-6 წლის შემდეგ საერთოდ აღარ მქონდეს, ხო, მქონდეს ერთი ან ორი კომპანია, რაც ასე პრობლემაა და უნდა კონკურენტული იყოს იქაც. ამაზე ვსაუბრობთ, ამიტომ ფასებს ოდნავ ალბათ დაჭირდება კორექცია, ჩვენი აზრით საუბარია სულ რაღაცა 2-3 ლარზე მომატებაზე, ამაზე რაც არ მგონია ძალიან ტკივნეული იყოს. საუბარი ასევე შეერთება, ასე ვთქვათ, გლობალური ინტერნეტის ფასები ლიბერალიზებულია, მაგრამ ფიქრობ, რომ ამას კიდე ჭირდება რაღაც შეთანხმებით მაინც შემცირება. ისე რომ მოსახურება შეიცვალოს. მეტნაკლებად გამოწვევები ბევრია, ეს პროცესი იქნება და ეს პროცესი რა თქმა უნდა ამას ვერ ამოწევთ ვერასდროს, თუმცა აი ამ ეტაპზე ამის შეჯამება შემიძლია ეს გამოვყო როგორც დღეს არსებული მთავარი გამოწვევები. მადლობა.